ირანი უკვე ღიად ემუქრება უკრაინას სარაკეტო დარტყმით და ჰპირდება მკაცრ შურს. მიზეზი: უკრაინის ოპერაცია კასპიის ზღვაში. 25 ივლისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იქ დააზიანა რუსეთის სარაკეტო კატარღა და 2 გემი. მფლობელები საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან და გამოიყენებოდა სამხედრო თვითების გადასატანად ირანსა და რუსეთს შორის. ირანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ გემზე დაიღუპა მეზღვაური, კიდევ ერთი კი დაიჭრა და აი ამის შემდეგ, როგორც ამბობენ, აგორდა ყველაფერი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ პირდაპირ მუქარა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მისამართით. პროირანულმა ტელეგრამ არხებმა უკვე გამოაქვეყნეს ირანული რაკეტების მოქმედების მანძილის რუკა, რითაც მიანიშნეს, რომ შესაძლოა დარტყმა განახორციელონ. ირანის პარლამენტის დეპუტატმა იბრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, რომ უკრაინა, ციტატა, მალე მიხვდება ჩადენილი ქმედების ფასს. ვლადიმირ ზელენსკიმ შვიდად, მაგრამ საკმაოდ კაცრად უპასუხა. ირანელები და ჩრდილოეთ კორეელები უკვე ისედაც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან, უბრალოდ სხვა ფორმით. და იმ მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს პირდაპირ განვიხილავთ. რა რეალურად დგას ამ მუქარების უკან? შეუძლია თუ არა ირანს მართლაც ფიზიკურად დაარტყას უკრაინას? თუ ეს უბრალოდ ხმამაღალი განცხადებებია? და რატო უწოდებენ დასავლელი ანალიტიკოსები უკრაინის ჩართვას ირანის კონფლიქტში უკვე მეორე ნაბიჯს ახალი მსოფლიო ომისკენ? მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე, ამიტომ მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მაშ დავიწყებ იმით, რაც კონკრეტულად განაცხადეს ირანში, რადგან იქ რიტორიკა უფრო და უფრო გამწოდა. პირველმა სიტყვით გამოვიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი. მან უკრაინა დაადანაშაულა გემზე თავდასხმაში და ამას გაეროს წესდების უხეშ დარღვევად მოიხსენია. და მიაქციეთ ყურადღება ფორმულირებას, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაგეცდეთ. განაცხადა, რომ ბრძანება თავდასხმაზე თითქოს და ისრაელმა გასცა, ევროპის ჩათრევას ცდილობს ამ ომში. ხო, ლოგიკა ბოდიში იმდენად სულელურია, რომ არ ვიცი საერთოდ როგორ უნდა დავაკომენტარო ეს. ხო, მინიშნება იმაზე, რომ თითქოს ვლადიმირ ზელენსკი ებრაელია, ესე იგი ისრაელმა მისცა მას ბრძანება დაესხას ირანულ გემს, რაც თითქოს მანაც გააკეთა. მაგრამ არაქჩიმ დაავიწყა დაემატებინა, რომ ირანი სამხედრო დანიშნულების საქონელს აწვის რუსეთს, რომელიც შემდეგ უტევს უკრაინას და ამას ირანი აკეთებს კასპიის ზღვის გავლით. არაქჩიმ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირს და საერთაშორისო საზოგადოებას მიიღონ ზომები უკრაინის წინააღმდეგ და პასუხისგებაში მისცენ ამ დარტყმის ორგანიზატორები. მან პირდაპირ გააფრთხილა, რომ ეს დარტყმა, ციტატა, ვერ დარჩება პასუხის გარეშე. შემდეგ კი პროცესში ჩაერთნენ ნაკლებად ოფიციალური, მაგრამ უფრო აგრესიული ირანული ხმები. ირანის პარლამენტის დეპუტატმა იბრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, რომ ირანი არ დატოვებს უპასუხოდ მის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და, ციტატა, უკრაინა ამას მალე გაიგებს. ეს განცხადება მაშინვე აღიქვეს, როგორც მინიშნება იმაზე, რომ ირანი უკრაინაზე პირდაპირ დარტყმისთვის ემზადება. ამასობაში პროირანულმა ტელეგრამ არხებმა კიდევ უფრო შორს წაიღეს საქმე. მათ დაიწყეს ირანული რაკეტების მოქმედების რადიუსის რუგის გავრცელება და ღიად დაემუქრნენ უკრაინას დარტყმებით. ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკურმა არხმა Middle East Spectator-მა პირდაპირ მიმართა ვლადიმირ ზელენსკის, ციტირებ, დელიკატური დარტყმით. დელიკატური შეხსენებით, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია ირანული ბალისტიკური რაკეტების მოქმედების ზონაშია, მათ შორის სუპერმძიმე რაკეტახარამ შაჰ-4-იც. ამასთან ობიექტურობისთვის ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს აღნიშნა. ოფიციალურად თეირანს უკრაინაზე სარაკეტო დარტყმის მზადების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და დიდი ალბათობით არც გააკეთებს. ყველაფერი, რაც სახელმწიფო დონეზე არსებობს, მხოლოდ მუქარებია, რომ თითქოს რაღაცით უპასუხებენ. კონკრეტული საუბარი რაკეტებზე მოდის ირანელი დეპუტატებისა და ტელეგრამ არხებისგან და არა ოფიციალური სამხედრო განცხადებებიდან. ვლადიმირ ზელენსკიმ ხალხთა შორის საკმაოდ შვიდად უპასუხა. ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფაქტობრივად ირანის თავდასხმა უკრაინაზე უკვე მოხდა, უბრალოდ სხვა ფორმით. ციტატა. უნდა ვიყოთ გულწრფელები. ირანელებმა და ჩრდილოეთ კორეელებმა უკვე დაგვესწნენ თავს. შემდეგ ზელენსკიმ შეახსენა, კონკრეტულად რით. უკვე რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის პირველ წელს
ირანი რუსეთს ათასობით უპილოტო საფრენი აპარატს შაჰედს აწვდიდა. შემდეგ კი მისცა ლიცენზიები მათი წარმოებისთვის. ორივე ქვეყანა, ირანიც და ჩრდილოეთ კორეაც ამარაგებდნენ კრემლს დრონებით, რაკეტებით, 155 მიანი საარტილერიო ჯვრებით მთელი მასშტაბური შეჭრის განმავლობაში. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და როგორც ახლა აცხადებენ, თერთი ახლა აცხადებენ თეირანში, კიევის მხრიდან პროვოკაციის გარეშე. დამატებით ზელენსკიმ გაახსენა 10,000 ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო, რომლებიც უკვე ჩართულნი არიან ომში უკრაინის წინააღმდეგ. ანუ ზელენსკის ლოგიკა ასეთია. ირანი უკვე რამდენიმე წელია ასე თუ ისე უკრაინის წინააღმდეგ სხვების ხელით იბრძვის. მისი დრონებით შაჰედ რუსეთი ყოველღამე კლავს უკრაინელებს. ამიტომ ირანზე როგორც დაზარალებულ მხარეზე საუბარი, უბრალოდ სასაცილო. ამასთან ზელენსკი არ ტრაბახობდა, უნდა ვავიაროთ. მან აღიარა, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ახალი ფრონტის გახსნა არ დაუშვოთ. მისი თქმით, მზადყოფნა იმისთვის, რომ ეს მუქარები ირანის მხრიდან შეიძლება გაძლიერდეს, საჭიროა უკვე ეხლა. ანუ პრეზიდენტი სერიოზულად ეკიდება მუქარებს, მაგრამ როგორც ამბობენ, ზედმეტი პანიკის გარეშე. ეხლა კი მთავარი კითხვა. ნამდვილად შეუძლია ირანს უკრაინაზე დაგთქმა? აქ მე ვეუბნები სამხედრო ექსპერტებს, არა ემოციებს, არა პანიკას. მოდი გავარკვიოთ. სამხედრო ექსპერტებზე დაფიქნობით. დავიწყოთ მიმდინარე მოვლენების გონირული შეფასებით. მაგალითად, სამხედრო ექსპერტი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი სპიკერი ლადისლავ სელეზნიოვი პირდაპირ ამბობს, რომ ირანი ნაკლებად სავარაუდოა პირდაპირ დაარტყამს უკრაინას და მისი მუქარები შეიძლება მხოლოდ ხმაურიანი განცხადებებად დარჩეს, როგორც ეს უკვე ადრე ყოფილა. მაგრამ სელეზნიოვი ხსნის ტექნიკურ მხარესაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ირანს მართლაც აქვს ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ესეთი მანძილების დაფარო და უკრაინამდე მიღწევა. პრობლემა სხვა რამეშია. მათი ტრაექტორია გაივლის მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე, მაგალითად თურქეთზე. ანუ რომ უკრაინამდე მიაღწიონ, ირანულმა რაკეტამ რამდენიმე სახელმწიფოს თავზე უნდა გადაფრინდეს. და ეს თავისთავად ირანისთვის დიდ დიპლომატიურ და სამხედრო პრობლემებს ქმნის. რადგან ეს ფაქტობრივად ამ ქვეყნებს კონფლიქტში რთავს. ისინი ვერ დახუჭავენ თვალებს და უბრალოდ იტყვიან, ჩვენ ვერ ხედავთ, იქ ირანული რაკეტა გაფრინდა. არა, ეს შეუძლებელია. ისინი იძულებულნი იქნებიან როგორმე რეაგირება მოახდინონ. ჩამოაგდონ ის, ან საპროტესტო დიპლომატიური ნოტა გააგზავნონ. კი, მინიმუმ ეს. ეხლა კონკრეტულად არსენალზე. გამოცემა Defense Express-ი აანალიზებს, რით შეიძლება ირანს თეორიულად მიეწვდინოს უკრაინამდე. ირანს აქვს საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები და მათ შორის ყველაზე საშიში ქვია ჰარამ-ჰარამ-შაჰრი. მათი სიშორე თითქოს და 4000 კილომეტრს შეადგენს და თეორიულად მათ შეეძლოთ ოდესის პორტებამდე მიეღწია. მაგრამ მთავარი სიტყვებია თეორიულად და თითქოს და 4000 კილომეტრს შეადგენს. რადგან რეალურად ამ რაკეტას მოქმედებაში არავინ არასდროს უნახავს. ეს არის ირანელებისა და რუსების განცხადება, რომ არსებობს რაკეტა ჰარამ-ჰარამ-შაჰრი და მას ფრენის სიშორე 4000 კილომეტრი აქვს. ამიტომ თუ გამოვტოვებთ თეირანის თელამ ტრაბახა რიტორიკას იმის შესახებ, რომ უკრაინამ დაარტყმა ისრაელის ბრძანებით განახორციელა და მიზანი იყო მთელი ევროპის ჩათრევა ირანთან ომში, მაშინ რჩება მხოლოდ საშუალებების საკითხი, რომლითაც ირანი თეორიულად შეძლებს უკრაინაზე შეტევას. ანუ საქმე სურვილში კი არა, არამედ რეალურ შესაძლებლობებშია. და ისინი ირანისთვის ძლიერ შეზღუდულია გეოგრაფიითა და ლოგისტიკით. და კიდევ ერთი არგუმენტია. რატომაც ირანი ნაკლებად დახარჯავს რაკეტებს უკრაინაზე. ირანს ახლა ომი აქვს შეერთებულ შტატებთან. მისი ბალისტიკური რაკეტები მთავარი კოზირია ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ პერსიის ყურეში და ისრაელის წინააღმდეგ. დეფიციტური და ძვირადღირებული არსენალის დახარჯვა უკრაინაზე დარტყმისთვის, რომელადმე მისაფრენად ჯერ კიდევ საჭიროა მესამე ქვეყნების გავლენა. სტრატეგიულად უბრალოდ უაზრობა, როცა იგივე რაკეტები საკუთარ ფრონტზე გჭირდება. მაგრამ ცალკე უნდა განვიხილოთ, რატომ რეაგირებს ირანი ასე მკვეთრად და მტკივნეულად სწორედ კასპიის ზღვის მოვლენებზე. იმიტომ რომ უკრაინამ ძალიან მტკივნეულ წერტილს მოემართვა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის აზრი კასპიის ზღვაში არ არის უბრალოდ ორი გემის ჩაძირვა. არც უბრალოდ იმის ჩვენება, რომ ასე შორს დარტყმა შეგვიძლია. არა. სბუმ დაარტყა კონკრეტულ სამხედრო მომარაგების არხს ირანსა და რუსეთს შორის. დაზიანებული გემები პორტ ოლია 2 და ბეგეი
არის ის გემები, რომლებიც სწორედ სამხედრო თვირთებს ეზიდებოდნენ ირანიდან რუსეთში. ანუ სწორედ იმ ლოგისტიკური არხით, რომლითაც ირანი წლები ამარაგებს რუსეთის არმიას დრონებითა და კომპონენტებით. სწორედ ამიტომ თეირანი ასე აღელდა. უკრაინამ გამოავლინა და გაანადგურა მექანიზმი, რომლითაც ირანი ეხმარება უკრაინელების მკვლელობაში. და ირანის რეაქცია ფაქტობრივად აღიარებაა იმისა, რომ უკრაინამ ზუსტად მიზაში მოარტყა. ამავე დროს დასავლური მედია უკვე უფრო ფართო ჩარჩოში წარმოაჩენს ამ თემას. ამობენ, რომ სპუზდარტმის ისტორია კასპიის ზღვაში არის რაღაც ბევრად უფრო დიდის ნაწილი. აი Financial Times-ის მიუამხილომა გიდეონ რახმანმა დაწერა, რომ უკრაინასა და ირანს შორის კონფლიქტი შეიძლება გახდეს მეორე ნაბიჯი ახალი მსოფლიო ომისკენ. მისი ლოგიკა ასეთია. ეხლა სამი ომია. კი, მსოფლიოში ეხლა ესეთი ყველაზე დიდი ომებია. ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და პოტენციური ომი აზიაში, ტაივანის გარშემო პირდაპირ არ იკვეთება. ანუ ესენი სადღაც არიან, სამი ცალკე ისტორია. მაგრამ რახმანის აზრით არ არის გამორიცხული, რომ ეს ომები ერთ გლობალურ კონფლიქტად გადაიქცეს. სწორედ კასპიის ზღვაში მომხდარი ინციდენტი, სადაც უკრაინა და ირანი პირდაპირ მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ, მას მოხავს ეს მაგალითად იმისა, თუ როგორ იწყებენ ცალკეული ომები ერთ დიდ ომში გადაზრდას. რამანი არნიშნავს სტრუქტურულ პრობლემასაც. ჯერ რთულია გამოიკვეთოს ერთიანი ბლოკი, რომელიც შეძლებს რუსეთსა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ დადგომას. და ჩინეთს, როგორც ის ამატებს, აქვს რეალური ამბიციები, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის პოზიციიდან ჩამოაცილოს. და ის ახსენებს ისტორიულ კანონზომიერებას, რომ აღმავალი ძალის სურვილი დაიკავოს დომინანტი მსოფლიო ძალის ადგილი წარსულში ყოველთვის დიდ ომებს იწვევდა. ამჟამად ამ როლზე სწორედ ჩინეთი აცხადებს პრეტენზიას. ანუ, როგორც ის უწოდებს, კასპიის ინციდენტი, ეს უბრალოდ უკრაინასა და ირანს შორის დაპირისპირების ამბავი არ არის. ან ირანი უკრაინას ემუქრება და ასე შემდეგ. ეს ის წერტილია, სადაც როგორც ამობენ, ერთმანეთს ებმება, ერთიანდება. უკრაინული ახლო აღმოსავლური და აზიური ფრონტები დაპირისპირების ერთიან კვანძად, რომელიც ასე გამოიყურება. ერთი მხრიდან ყავს რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი. ხოლო მეორე მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა და მათი მოკავშირეები. შემდეგ კი დასავლური მედია ასახელებს ბოლო მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც აჩვენებს მთელ მე ვიტყოდი ამ სიტუაციის ორაზროვანობას. ამ ფონზე დონალდ ტრამპი აი იმ ფონზე, რომ ირანი უკრაინას ემუქრება, რაც უკვე აშკარაა, რომ უკრაინა მოდით გულწრფელები ვიყოთ, გარკვეულწილად დონალდ ტრამპსაც ეხმარება. იმიტომ რომ თუ ჩვენ ვარღვევთ მომარაგებას კასპიის ზღვაში, მაშინ ჩვენ ზიანს ვაკანებთ არა მხოლოდ რუსეთს, ჩვენ ზიანს ვაკანებთ ირანსაც, მათ შორის. ამ ფონზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ენდობა ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს იმაში, რომ ისინი ირანს არ დაეხმარებიან. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩვენს ბოლო შეხვედრაზე პეკინში მითხრა, რომ ჩინეთი არავითარ შემთხვევაში არ გადასცემს და არ გააკიდის იარაღს ირანის ისლამურ რესპუბლიკას. ეს ასევე ეხება ჩინურ კომპანიებსაც. ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ის არ გააკიდის იარაღს ირანს. მე ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ მე ვენდობ იმათ. ხოლო უკვე დღეს 27 ივლისს. ტრამპს კითხეს, როგორ ეკიდებით ზელენსკის სიტყვებს. იმაზე, რომ რუსეთი მინიმუმ დაზვერვის მონაცემებს უზიარებდა ირანელებს, რათა მათ ზუსტად დაერთხათ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. და ამაზე ტრამპმა უპასუხა. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ამჯერა, მაგრამ პუტინს კითხავ, მისცა თუ არა ასეთი მონაცემები. ეს ჩემში, სულ მცირე, ხიმილს იწვევს. ამ წარმოიდგენ, მას ეუნებიან, ტრამპს ეუნებიან, მოусმინე. მანიაკი პუტინი გატყუებს. ის ინტრიგებს გიწყობს, ის ეხმარება შენს მოწინააღმდეგეს. ის ამბობს, მე პუტინს კითხავ, ასეა თუ არა. ის როგორ ფიქრობს, პუტინი ეთქვის. აი, გამამხილეთო. დიახ, ასეა. რა თქმა უნდა, ის ეთქვის. არა, ესეთი რამ არ არისო. აი, ტრამპის ეს გულუფხულობა ზოგჯერ მაგვირებს. მაგრამ აქ კიდევ ერთი შეუსაბამობა იკვეთება. პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰექსეტი პირდაპირ აცხადებდა, რომ ჩინეთი და რუსეთი თავიანთი ქმედებებით მაინც უჭერენ მხარს ირანს. მოსკოვს შეეძლო თეირანისთვის გადაეცა სადაზორო მონაცემები დართმების დასამიზნებლად. ან ტექნოლოგიები, რომლებმაც გაზარდეს ირანული უპილოტოების სიზუსტე. გარდა ამისა, პიტ ჰექსეტის თქმით, რუსეთს სავარაუდოდ შეეძლო მონაწილეობა მიეღო სამიზნეების შერჩევაში. ირანისთვის. ანუ სურათი მაქსიმალურად აბსურდულია. საკუთრივ, კარგი ზელენსკი იყოს ასე. თავად დონალდ ტრამპის თავდაცვის მინისტრი და დაზორო ამბობენ, რომ რუსეთი და ჩინეთი ეხმარებიან ირანს. ხოლო ტრამპი ამბობს, რომ მე ვენდობი პუტინს და სი ძინპინს.
თუ კითხები იქნება, პირადად კითხავ ვლადიმირ პუტინს, ასეა თუ არა. სწორედ ეს ნდობა პირდაპირი საფრთხეა ჩვენთვის. იმიტომ რომ თუ ტრამპი თვალს უჭავს მოსკოვი, თეირანი, პეკინის კავშირზე, ის ვერც იმას ხედავს, რომ ირანის მხრიდან უკრაინაზე დარტყმა ფაქტობრივად იქნებოდა იმავე რუსეთის ომის გაგრძელება, უბრალოდ უკვე სხვა მიმართულებიდან. შედეგი. ირანი უკრაინას შურისძიებით ემუქრება კასპიის ზღვაში გემებზე თავდასხმის გამო, რომლებიც რუსეთში სამხედრო თვითებს ეზიდნენ. მუქარები სულ უფრო ძლიერდება. ოფიციალური მინისტრ არაქჩისგან დაწყებული ტელეგრამის არხებამდე, სადაც ირანული რაკეტების მოქმედების რუკებს ავცელებენ. მაგრამ მაინც საჭიროა გონიურულად შევაფასოთ და განვაცხადოთ, რომ უკრაინაზე პირდაპირი დარტყმა ნაკლებად სავარაუდოა. ტექნიკურად ირანულ რაკეტებს ოდესამდე მიღწევა შეეძლოთ, მაგრამ მათი ტრაექტორია გადის მესამე ქვეყნებზე, ხოლო თავად ირანი ამჟამად თავის რაკეტურ არსენალს ამერიკელებთან ომში ხარჯავს. თავარია რაც უნდა გავიგო, პირველ რიგში ირანი უკვე დიდი ხანია უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის, თავისი შაჰედებით, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ქალაქებზე ესვრის. ასე რომ მისი აღშფოთება სუფთა წყლის ფარისევლობა. მეორეც, უკრაინის დარტყმა კასპიის ზღვაში იყო ზუსტი დარტყმა სამხედრო მომარაგების არხზე თეირანსა და მოსკოვს შორის. და ირანის გაბრაზებაც ამას მხოლოდ ადასტურებს. მესამეც და ეს ყველაზე შემაშფოთებელია. დასავლურმა ანალიტიკოსებმა უკვე დაინახეს ამ ინციდენტში ნიშანი იმისა, თუ როგორ იწყებენ ცალკეული ომები უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. ნელ-ნელა თითქოს ერთმანეთს ებმებიან. ერთ გლობალურ კონფლიქტში, სადაც ერთ მხარეს არიან რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი, ხოლო მეორე მხარეს აშშ, ევროპა და მათი მოკავშირეები. ამიტომ კი მოდუნება არ შეიძლება და გამწვავებისთვის უკეთესია უკვე ეხლა ვიყოთ მზად. და უკეთესია, ესე ვთქვათ, ზედმეტად მოვემზადოთ და ისიც მზად ვიყოთ. თუნდაც ეს გამწვავება არ მოხდეს, ვიდრე მოხდეს და ჩვენ საერთოდ არ ვიყოთ მზად. აქ გავჩერდები. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობა.